რაც შეეხება თუ მე როგორ ქვეყანაზე ვოცნებ და როგორი მინდა რომ იყოს აი ამ შეხვედრიდან წასულს ჩემო რომელიმე ნათესავი არ მინდა მომწეროს და მითხრას რომ შეიძლება ამის გამო ბიბლიოთეკის შემდეგ სკოლაც გავყო შეიძლება რომ ვიღაცა ჩემო მეგობარმა მითხრა რომ ქუჩაში დაამხდნენ და მცენ აი ამ არგუმენტებისადმი როცა ესენი რაღაცას მეუბნებიან ცდილობ ხოლმე ახსნა ასეთი რაღაცა ამ ქვეყნად ცვლილის გატეხაზე და შიმშილზე ბევრად უფრო საშინელი რაღაცები არსებობს და ეს კი კონფორმიზმია მაშინ როცა ხედავ შენი მოსწავლეების ტოლებს როგორ უწყობენ ქუჩაში მე მინდა უთხრა ჩემ გულის დამწველებს რომ ცხოვრება პატარა იმდენად პატარა რომ არ ვიცით რა იქნება და არ მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება თავის გადარჩენის გამო ყველაფერზე წასვლაში გავატარა. ახლა რაც შეეხება იმას, თუ როგორი მინდა მე იყოს, მე მინდა ისეთი არჩევნები იყოს ამ ქვეყანაში, სადაც მასწავლებლებს არ აიძულებენ სადმე ოლქში წასვლას. არ აიძულებენ კონკრეტულ დღესასწაულზე წასვლას, სადაც სამარცხვინო რამდენიმე ათეულ ლარს მისცემ. ეს ადამიანები არიან, რომლებმაც ჩვენ გავგზავნეს, რომლებსაც ეშინია, რომლათი აბსოლუტურად მესმის. არ მინდა ჩემო მოსწავლე მე მითხრას, რომ რაც უნდა ისწავლოს, როცა ხედავს, რომ წვრილ ჩინოვნებს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის თანამდებობაზე და ზემოდან დასქირის ადამიანები. არ მინდა ჩემო მოსწავლეებმა ფუნდური ვარსკვლავები დამიხატონ დახას. მე ასეთი ქვეყანა არ მინდა. იმიტომ რომ ხედავით როგორი სასამართლოა. არ მინდა ჩემს თანასოფლებს ხმის სამოღების შეეშინდეთ იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცა დახმარების მოხსნის გამო დაევა. არც ის მინდა რომ იმის შეეშინდეთ, რომ ხმა მიიღო როგორ იხჩობიან უწყობთ, როგორ ცვივიან ტალახში უგზოობის გამო. მე მიყვარს ეს ქვეყანა. იმდენად მიყვარს, რომ არ არსებობს საათი ამ ქვეყანაზე ფიქრის გარეშე. და ვერ წარმომიდგენია კიდევ ასეთი რაღაცა, როგორ უნდა ვიყო მე ბედნიერი, როცა ჩემს მეზობელს დოკლაპური უჭირთ. აი ასეთია ჩემი სამშობლო და ჩვენ თუ არ ვიბრძოლებთ და განაკარგი გაცილებით მეტი იქნება. მეც დავყარდი რაღაც. აქციის ადამიანები, რომელმაც ჩემზე მეტი დაკარგა. მაგრამ ეს ბრძოლა სანამ იქამდე მივარ, სანამ არ გავიმარჯვეთ. მადლობა.